ირინა არძენაძე საჭარის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დედის მოსანახულებლად პერიოდულად მისვლა უკვე 15 წელია უხდება. საავადმყოფოში ბებიას ხშირად შვილიშვილებით სტუმრობენ. ირინა დაწესებულებაში შექმნილი საყოფაცხოვრებო პირობებით კმაყოფილია. მას მხოლოდ ერთი სურვილი აქვს, უნდა რომ საავადმყოფოში დედისათვის ოჯახური გარემო იყოს შექმნილი. აქ ცხოვრების პირობებს არ სხვა პაციენტები უჩივიან. დედაჩემი 15 წელიწადს აქედან ადრინდელთან შედარებით, რა თქმა უნდა, უკეთესობა არის. და უკეთესობა არის რა კუთხით და თუნდაც სისუფთავით. თუნდაც თვითონ პაციენტები ძალიან სულ მდგომარეობაში იყვნენ ადრე. შეხედულებაც არ მოგინდებოდა რა, ისეთ, ბინძურად და რა ვიცი. და ეხლა უკეთესად არიან. კიდევ თუ არის რამე მნიშვნელოვანი გასაკეთებლად აუცილებლად ჭირდება. რაც აუცილებლად რა, უფრო მინდა რომ სითბო აჩვენონ აი ესეთ ადამიანებს, როგორც ოჯახში საჭიროა ეგრე. ძალიან კარგი პირობებში. მომწონს აქაურობა და მიხარია რომ ჩამთელდები და მე ჩემს ოჯახში დავბრუნდები დედას. შენობაში ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტები 1971 წლიდან ბინადრობენ. საავადმყოფო 100 საწოზია გათვლილი. დღეისათვის მობინადრეთა რიცხვი 92 შეადგენს. დაწესებულებაში არიან ისეთი პირები, რომლებიც ბოლო რამდენიმე წელი აქ მუდმივად ცხოვრობენ. მათ მეურვეები არ ყავთ. ასეთი სულ 5 მამაკაცი და 8 ქალბატონია. საავადმყოფოში მობინადრეთა ყოველდღიური ყოფა თითქმის ერთფეროვანია. მათთვის დღის განმავლობაში 4ჯერად იკვებაა გათვალისწინებული. გართობის კუთხით კი შეუძლიათ უყურონ ტელევიზორს, ითამაშონ ნარი და გაეცნონ ჟურნალებს. თავიანთი მოსაზრებების დაფიქსირებისა და პრეტენზიების გამოთქმის საშუალება წერილობით შეუძლიათ. ბიოლოგი ეცნობა ამ წერილებს და იმის მიხედვით რა შინაარსია საჭიროებისას გადმოგჩენს ჩვენ. ძირითადად თხოვნითი წერილებია, მიმართავენ ნათესავებს, თხოვენ მოვიდნენ, მოუტანონ რაღაც ნივთები. პრინციპში ესეთი განსაკუთრებით საყურადღებო არაფერი არასდროს არ არის ხოლმე. თავის გულის ტკივილს გამოხატავენ ხოლმე. საავადმყოფოს ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ბოლო რამდენიმე თვეა დაწესებულებას ჰუმანიტარული ტანის სამოსი არ გადაეცემა. დანარჩენ ჰიგიენურ საშუალებებსაც თავად დაწესებულება ყიდულობს. პირველადი მოხმარების ნივთებს პაციენტები ეტაპობრივად ღებულობენ. მათ მოვლა დასუფთავებას პერსონალი უზრუნველყოფს. საავადმყოფოში დასაქმებულთა რიცხვი 125 კაცს შეადგენს. მედდების ყოველთვიური სახელფასო ანაზღაურება 120 ლარს, ხოლო ექიმებისა 150-დან 160 ლარამდე შეადგენს. ერთი მობინადრისთვის გათვალისწინებული ყოველდღიური ხარჯი კი 13 ლარია. თვის განმავლობაში დაწესებულება 44146 ლარს ხარჯავს. დირექტორი იმედოვნებს, რომ მომავალი წლისთვის ბიუჯეტი გაიზრდება. პირობები დამაკმაყოფილებელია, ასე ვთქვათ. თუ შესაძლებელი იქნება და მე ვიცი, რომ დაგეგმილია ფსიქიატრიული სამსახურის დაფინანსების გაზრდა, მაშინაც რადიკალურად შეიცვლება. ჩვენ ახლა მინიმალური პირობები, რაც საჭიროა საავადმყოფოსთვის, ყველანაირი გვაქვს. ეს ცხელი წყალი ყველგან, ავადმყოფების დასაბანადაც, სკვების ბლოკში, აბსოლუტურად ყველგან ეს ყველაფერი არის. ფსიქიატრიული პრობლემების მქონე პაციენტთა პირობები შედარებით 4 წლის წინ გაუმჯობესდა. დაწესებულების სარემონტო სამუშაოები 2006 წელს ჩატარდა. მანამდე საცხოვრებელი ასე გამოიყურებოდა. საავადმყოფოში არსებულ მდგომარეობას სხვადასხვა ორგანიზაციები მონიტორინგს სისტემატურად უწევენ. ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით წინა წლებთან შედარებით მობინადრეთა მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესებულია, მაგრამ პრობლემები მაინც არსებობს. სახალხო დამცველის ოფისის გამოქვეყნებული დასკვნა ადმინისტრაციას პაციენტთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისკენ მოუწოდებს. თითო ოთახი, სადაც პალატა, ასე ვთქვათ, სადაც ისინი იმყოფებიან, შედგება 6-7 პაციენტისაგან, ხო? მათ არ აქვს თავიანთი, ასე ვთქვათ, პატარა უჯრედი, სადაც მოათავსებენ პირად ნივთებს. არ ეძლევათ საშუალება ჰქონდეთ აღნიშნული ნივთები. ეს იქნება პირადი ნივთები. ანუ მათ უწევთ იმავე სახნის, შამპუნზე არ არის საუბარი, იმიტომ რომ მათ არ აქვს ასეთი ფუნების საშუალება ფსიქიატრიულ დაწესებულებებში. ერთადერთი ჩაპნის თუ იბანენ, ჩვეულებრივი არის ძალიან უბრალო საფნის და რაც შეეხება ტუალეტის ქაღალდს, ანუ არ აქვს მათ პირადი ნივთების ქონის უფლება. კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ამ ეტაპზე დაწესებულებას სირთულეს უქმნის, შენობის არაიზოლირებულ მდგომარეობაში ფუნქციონირება. აქედან გამომდინარე, სუფთა აირზე გასეირნებას ყველა პაციენტი ვერ ახერხებს.